ჩვენ და კარგად გავაცნობიეროთ რა ფენომენთან აქვს საქმე, ხო? ეხლა დღეს როცა ქვეყანაში არის ესეთი ღრმა პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ადამიანები ყოველდღიურად ეჯახებენ ეკონომიკურ პრობლემებს, როცა უმუშევრობა ყოველდღიურად იზრდება, როდესაც ემიგრაცია იზრდება, როდესაც ფასები იზრდება, როდესაც ადამიანები მართლაც გადარჩენისთვის იბრძვიან ყოველდღიურად, როდესაც ევროკავშირმა დაკეტა ყველანაირი მოლაპარაკება საქართველოსთან, ეხლა ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია შექმნილია იმისათვის, რომ გადაიტანოს ყურადღება იმ უწავესი პრობლემებისგან, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები ყოველდღიურად ეჯახებიან, როდესაც აწუხებს მართლაც გადარჩენისთვის ბრძოლასთან დაკავშირებული ყოველდღიური საკითხები, ხო? ამიტომ ეს არის სწორედ პირდაპირ გამიზნული ყურადღების გადატანის ცდელობა, რაღაც ხელოვნურად შექმნილი რაღაც პროცესის და ეს ვერ იქნება ვერც საგამოძიებო კომისია მოგეხსენებათ იმის გამო რომ კანონი კიდევაც ლეგიტიმური იყოს პარლამენტი საგამოძიებო კომისია გულისხმობს ოპოზიციასთან ერთად მართლაც ფასადური ოპოზიცია ეს ოპოზიცია არ არის ეს პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა ამას ქვია პირდაპირ პოლიტიკური თაღლითობა რომ საკუთარი პარტიის წევრს დანიშნავ ესე იგი საკუთარი სიით გაყვანილ ადამიანს დანიშნავ მე ოპოზიციად ეს არის პოლიტიკური თაღლითობა ოპოზიციას რომელიც ერთ სიტყვას არ ამბობს კრიტიკულს ხელისუფლებაზე ხო როგორი ოპოზიციის განსაზღვრება არის ის რომ ოპოზიციური პარტია კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და ეს ადამიანები რომლებიც დანიშნეს ოპოზიციად ერთი სიტყვა კრიტიკული არ უთქვას ქართული ოცნების შესახებ ხო ამიტომ ვერც სიტყვის ის არის ქართული ოცნების ფარული წევრი, ხო? და აირქვა რაღაც სახელი. ამიტომ ესეთი პოლიტიკური თაღლითობით შექმნილი რაღაც კომისია ვერ იქნება საგამოძიებო კომისია, ეს არის შექმნილი რაღაც პოლიტიკური ანგაჟის სწორებისთვის დაჯგუფება, რომელიც ამოცანაა პოლიტიკური ოპონენტების გაშავება, შეურაცხყოფა. ჩვენ სანამ მივიღებდით ამ ცნობას, რომ უნდა მივსულიყავით ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში, წინა დღეს გამოვიდნენ ხელმოღერებულად ქართული ოცნების სპიკერები და ერთ-ერთი ამ კომისიის წევრი ძალიან სერიოზული სახით რომზის იქ და პირდაპირ დაგვადანაშაულეს. დამნაშავება გამოგვაცხადეს. პირდაპირ. ამ ადამიანებს იცით რა შეა საქმე? ეს ადამიანები ამ ადამიანებს აქვთ უდანაშაულობის განცდა, რომ არ დაისჯებიან ასეთ ტიპის ცილის ამისთვის არ დაისჯებიან, იმიტომ რომ იციან რომ სასამართლო ჯიბეში უდევს ბიძინა ივანიშვილს. აბა მათ იცოდნენ რომ დამოუკიდებელი სასამართლო ასე თუ დაიგრძელებდნენ ენას, ხო? ვერ დაიგრძელებდნენ ენას, მაგრამ ეხლა ის ერთ-ერთი ის გამოვიდა თქვა რომ ის ქონებას ართმევდნენ რა ურცხვი უნდა იყო ადამიანი რომ ესე უაპელაციოდ ადამიანს დააბრალო ცილი დასწამო უნდა იყო ურცხვი მართლაც სინდის გარეცხილი ადამიანი როდესაც ესეთ ცილის წამებას ავრცელებ უდანაშაულო ადამიანების მიმართ ხო ეხლა რაც შეეხება გვარიც არ მინდა ვახსენებ ადამიანის და მე მინდა ვთქვა არ იმსახურებს ჩვენი თანამოქალაქეების ყურადღებას. მაგრამ სხვა რამე მინდა ვთქვა, რომ ეხლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, ჩვენ თანამოქალაქეებს სჭირდებათ საუბარი მათ პრობლემებზე. იმაზე თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ ღრმა კრიზისიდან. ამაზე უნდა ვესაუბროთ მათ, ის თუ როგორ შეიცვლება ქვეყანა ახალი არჩევნების შემდგომ. რატომ უნდა გქონდეთ მათ ის განცდა, რომ ახალი არჩევნები არის მართლაც ერთ-ერთი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის სწორედ მიზანი, რომ ეს თემები გადაიფაროს, აი თქვენ აღნიშნეთ, რომ მხოლოდ გაშავება და შეურაცხყოფა არის. ეს არის ხელისუფლება, რომელიც ვერც ერთ პრობლემას ვერ წყვეტს, ხო? ეს არის ხელისუფლება, de facto ხელისუფლება, რომელსაც გაექცა კონტროლი ქვეყანაზე, პირდაპირ ვთქვათ, ხო? როდესაც კრიმინალი მართლაც აყვავებულია, გაიფურჩქნა და ყოველდღიურად ხდება საზარელი კვლევებები და დანაშაულებები, ამავდროულად ელემენტარული ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული კრიზისზე რეაგირებისთვის სჭირდებათ კვირეები, ხო? მერე როდესაც დამთავრდება თოვლი რო გადნება, მერე გამოყოფენ ფულს თოვლის გასაწმენდად, აი ესეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც არ შეუძლია არც სამუშაო ადგილების პრობლემის მოგვარება ჩვენ თანამოქალაქეების არც პენსიების გაზრდა არ შეუძლია, არც ევროპასთან კომუნიკაცია არ შეუძლია, ყველასთან გაწყვიტა ურთიერთობა, არც სამუშაო ადგილების შექმნა არ შეუძლია. ეს არის ხელისუფლება და რა დარჩა? ოპონენტების გაშავება. გაშავება და შეურაცხყოფა. აი თქვენ მეორედ ამბობთ ამას ბატონო ბადრი, მაგრამ ამ კომისიაში არ მისვლა და ეს რამდენჯერმე ხაზგასმით ითქვა მათი მხრიდან
მეც არ ვახსენებ გვარს, რახან არ გინდათ რომ არ ვახსენოთ, ამას ხუმრობით ვამბობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათი მხრიდან ხაზგასმული იყო, რომ ერთი წლით პატიმრობას ითვალისწინებს, არის ასევე ჯარიმაც, იურისტებმა თქვეს, რომ ეს არ არის კანონიერი, დღეს იყო ამაზე ვრცელი რეპორტაჟი, მაგრამ ეხლა კანონიერებასთან ახლოსაც არ არის ხო ქართული ოცნება, უკვე ძალიან დიდი ხანია განსაკუთრებით ბოლო დროს და ბოლო წლების და ბოლო თვეების განმავლობაში შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ აი სრულიად უკანონო სივრცეში არიან ისინი გადასული. არ უშვებთ, რომ შეიძლება ოპონენტების განეიტრალება უნდოდეთ მათ ხომ ხო გარკვევით თქვენს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა უნდა გავანეიტრალოთო და კოლექტიურ ნაცმოძრაობაში მოგწონთ თქვენ თუ არ მოგწონთ, ყველას მოგიაზრებენ, აბსოლუტურად ყველა ოპოზიციურ პარტიას და ყველა არის ქართული ოცნება პირველ რიგში. კი, ყველა გავსებულია ნაციონალურ მოდრობაზე წავიდნენ თუ მაინც ჯარიმის მოლოდინი გაქვთ? იცით რა, მე ეხლა რა მოლოდინი მაქვს ამ პროკურატურასთან სასამართლო მიმართებაში, მე მგონი, კარგი მოლოდინი ვერ მექნება ობიექტური განმეორებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი სინდისის წინაშე რომ მართლები ვიყოთ, ხო? ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე რომ მართლები ვიყოთ. ჩვენ მოქმედებთ თანმიმდევრულად, ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს არ არის საგამოძიებო კომისია, ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, შესაბამისად როდესაც ხედავ რომ შენთვის წინამდე ანგარიშწორებისთვის იყენებენ რაღაც პლატფორმას, შენ არ უნდა მისცე ამის საშუალება. აი რა შეიძლება ეს ანგარიშწორება იყოს? თქვენი განეიტრალება. საერთოდ რატომ მოგადგნენ თქვენ? ბოდიში, ამასაც ვიკითხავ. რატომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, როდესაც ამ კომისიას, უკანონოა, არალეგიტიმურია, მაგრამ სახელად ქვია წინა ხელისუფლების დანაშაულებების საგამოძიებო კომისია. თქვენ რა შუაში ხართ? აი თქვენ რატომ მოგაგიცხავ ამ კითხვას? მოლოდინი რა გაქვთ? ეხლა უყურეთ, რა კარგი კითხვა, გუშინ ადამიანი რომელსაც 18 წლის წინამდე რაღაც ისტორიას ყვებოდა 18 წლის წინ და არა 12 წლის რაღაც ისტორიას, რომელიც შემდგომ მე ვიცი რომ მას ჰქონდა პროკურატურაც იძიებდა იქ ვერაფერი დანაშაული ვერაფერი არა არა ერთი წამით იქ რაზეც ქართული ოცნება ცდილობდა რომ ჩვენსკენ გადმოეტანა რაღაც ვექტორი ხო აღმოჩნდა ამ კაცმა თქო რომ მე პრეტენზია არა მაგ ამ ადამიანებს მიმართო მე რაღაცა მოყვა მე არ ვიცი სიმართლე გითხრა 18 წლის წინ რაღაც მოყვა რომელიც დარწმუნებულია რომ ესეც უთხრეს რომ ესე მოეყო რაღაც კონტექსტურად რომ რაღაცა აეჭვიანო რომ ვითომ რაღაცა მე მაქვს ნათქვამი ეს ხო ყველაფერი გუში ხელის გულზე აღმოჩნდა რომ ეს იყო აბსოლუტურად რაღაც შეციტხნილი ისტორია სადაც საბოლოო ჯამში ამ ადამიანმა თქვა რომ თუ პრემიერ-მინისტრთან აქვს პრეტენზია ეს არის ქალაქის მერი კალაძე და დღევანდელ სასამართლოსთან და უფრო მეც გეტყვით და ხელისუფლებასთან ეს ადამიანი როგორც თვითონ თქვა დააკავეს ნაციონალური მოძრაობის დროს როდესაც არანაირი მის ურთიერთობები აღარ ქონდა გააკონტროლა მისი კომპანია და ამის შემდგომ ის დააკავეს ნაციონალური მოძრაობის დროს და სასამართლო მიუსაჯა უზარმაზარი სასჯელი, გონი 15 წლამდე პატიმრობა. და ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელმაც მიუსაჯა მას 15 წელს პატიმრობა, ის არ დაიბარა კომისია. ეხლა წარმოგიდგენთ, ეს ყველაფერს აქვს საზღვარი, ის ადამიანი, ის მოსამართლე დღეს არის თურმე უვადოდ გამწესებული უზენაეს სასამართლოში. ის ადამიანი უნდა დაებარებინა კომისიას, თუ ამ კაცის უფლებების შელახვაზე ვლაპარაკობთ და უნდა გამოეკითხა, რატომ მიუსაჯა 15 წელი, ვისი დავალებით მიუსაჯა 15 წელი, რა იყო мотиваცია რომ ეს სასჯელი გამოეყენებინა ამ კაცის მიმართ, ეს არ გააკეთეს. და დაიწყეს ჩვენ დაგვიბარეს, რომელთა მიმართაც ამ კაცს პრეტენზია არა აქვს თურმე. როგორც თვითონ თქვა. პრეტენზია აქვს ბიზნა ივანიშვილს, ბატონ ბადრიას საქმე, ანუ ბიზნა ივანიშვილის. უკვე და ცნობილი ფაქტია არა. ივანიშვილის ეს არის პირდაპირ როგორც ჩანს საფრთხის შემცველი რომ ძლიერი საქართველო მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ჩვენი ახალგაზრდა ლიდერები ყოველდღიურად ჩვენი თანამოქალაქეებისგან გრძნობთ დიდ ხარდაჭერას. როგორც ჩანს მათი კვლევებშიც ეს ჩანს და როგორც ჩანს ჩვენში ისინი ხედავენ იმ პოლიტიკურ ძალას, იმ კოალიციას, რომელსაც აქვს ზრდის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა. ამიტომ რა უნდა ქნან? ამიტომ უნდა შეეცადონ ლიდერების დისკრედიტაციას, მათ ტალახში ამოსვლას და ამიტომ ეს დავალება
ივანიშვილმა პირდაპირ მისცა, რა თქმა უნდა, წულუკიას და წულუკიანმაც დაიწყო ეს პროცესი, ხო? იმიტომ ეხლა თეატ წულუკიას ხო არ დაესიზრებოდა, რომ ბადი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე გამოვიძახო, ბიძინა ივანიშვილს რო არ ეთქვა. და მაინც და მაინც ცხადია, ამიტომ არის, თორე აღმოჩნდა, რომ ამ დადგმულ სპექტაკლშიც კი ჩვენ საერთოდ არანაირი როლი არ აქვს. ვერ გვექნება თვითონ ის კაცი ამაზე პრეტენზია პერსონალი არაფერი არ აქვს, იმიტომ არაფერი ცუდი ამ კაცის არ გამეკეთებია, ხო? ვერ გავაკეთებდი. ხო და განსხვავებით მათგან სხვათა შორის ეხლა ამასინად გამახსენდა ერთი ამბავი რომ ბაჩიაშვილის მიმართ რაც გააკეთა ეხლა პირობითად ვამბობ ივანიშვილმა ხო კაცმა რომელმაც გადაიხადა 16% წლიური სესხი აიღო ბაჩიაშვილმა გადაიხადა 16% წლიური და მას მიესაჯა 11 წელი პატიმრობა იმის გამო რომ მოგების 50% არ გაუნაწილა ივანიშვილს. ამას რა ქვია ამ ტიპის გარიგებას? ერთი მაინტერესებს. ამას არ ქვია რეკეტი? ამას არ ქვია რეკეტი? ხო და ეს არის საინტერესო, ხო? ამაზე კი არ საუბრობენ, არამედ ჩემზე რომელზეც პრეტენზია არ აქვს. მე მინდა ერთი რამე თქვა. რაც არ უნდა ამ ხალხმა ცილისწამება ავრცელოს. ცილისწამების გავრცელებისას ცილისწამებელი ისჯება ყოველთვის და არა ის ადამიანი, რომელსაც აფცელებენ ცილისწამებას. ამიტომ მე ცხადია, რომ ამას მშვიდად უყურებ. ჩვენთვის თავარია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაინახო, რომ ჩვენ მათ ინტერესებს არ უღალატებთ არასდროს არანაირ საფრთხის წინაშე, იმიტომ რომ ეს ქვეყანა იმსახურებს იმას, რომ ჩვენ თვალი გაუსწოროთ ნებისმიერ საფრთხეს. ეს ქვეყანა ამას იმსახურებს და ჩვენ გაუსწორებთ საფრთხეს ნებისმიერ საფრთხეს თვალს, ისე როგორც გაუსწორეთ ადრეც, როცა 4 წელი დაგვატარებენ სასამართლოში ყველანაირი რეპრესია, რაც კი შეიძლება გამოყენებული იქნას, მათ შორის ფულის ჩამორთმევა, როდესაც მოხდა ანაკლიის ექსპროპრიაცია. ჩვენი პირადი თანხების ჩამორთმევა, მერე 4 წელი სასამართლოში ტარება, მერე ხალხის გამთეთრებლების, ხან თაღლითების, ხან 1000 გვარის ბინძურის წოდება. ზიანი, რა თქმა უნდა. ყველაფერს ამას აკეთებ, მთელი მანქანა ეხლა იმბრძოდა. ეხლა მოიფიქრეს, რომ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში დავებარებინეთ დასამცირებლად, შეურაცხყოფის მისაყენებლად იმ ხალხმა, ვინც იგზის რა კომპეტენცია აქვს ჯერ ერთი, არანაირი, ხო? გარდა იმისა, რომ ერთადერთი ამოცანა არის მათ აჩვენონ ერთგულება, ასე ვთქვათ, ბიზნესის ემოციებს, სხვა არანაირი ამ ხალხს არანაირი კომპეტენცია არ აქვს და ვერ შექმნება. და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ხედავთ, როცა უდანაშაულობის პრეზუმპციას ესე ფეხქვეშ თელავენ, ადამიანებს დამნაშავეებთ აცხადებენ. წინა დღეს და მე გეუბნებიან, რომ მოდი არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმურად შექმნილ კომისიაში, რა თქმა უნდა არ მიხვალ. იმიტომ რომ იცი რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშწორების იარაღი. და ამიტომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, მამუკა ხაზარაძეზე უკვე შედეგი დამდგარია პროკურატურაში, მას უკვე პროკურატურიდან გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა ის არ მიდის თქვენს შემთხვევაში რა ხდება, იყო ზარიბჯერ ანუ უკვე პროკურატურიდან მე არ მემიგია, ჯერ ზარი ალბათ დამიკავშირდებიან სავარაუდოდ და თქვენ რას აპირებთ? მაგისტრ მოსამართლესთან თანდასწრებით ზადვარ, რა თქმა უნდა, მამუკას დაუკავშირდნენ და უთხრეს როგორც მოწმის სტატუსით მისულიყო, მე მაგის მოსამართლესთან, რა თქმა უნდა, მოწმის სტატუსით ზადვარ გამოცხადდე და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლო სრულად კონტროლირებადი დღევანდელი ხელისუფალის მიერ მე მზად ვარ იგივე სასამართლოში ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერ მიუხედავად იმისა, რომ ეს სასამართლოც არის უსამართლო სასამართლო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე, ნებისმიერი განცხადების პირობებში უპასუხო. იმიტომ რომ ჩვენს მე ამაყება ის გავლილი გზა, რომელიც გავიარეთ მე და მამუკამ და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის მართლაც ძალიან დიდი საჩუქარი ღმერთისგან, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციები შეგვექმნა, ინსტიტუციები, რომელსაც ერთგან ჰარვარდში ასწავლენ ერთ კომპანიას, ყოველგვარი გადაჭრობის გარეშე და მეორე კომპანიას ეხლა ასწავლენ AMD-ში, ორივე არის მსოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლა. ჰარვარდში რომელს ასწავლიან? ბორჯომის ისტორია. ბორჯომის ისტორიას, მე მახსოვს ეგ ისტორია ძალიან კარგი. და ეხლა AMD-ში ასწავლენ TBS-ის ისტორიას.
AMD-ში, რომელიც არის სოფლიოს წამყვანი ბიზნეს სკოლა. ერთი ქართულოსა ბიზნეს რომელ кейსს ასწავლიან. ამაზეც ბრაზდება ბიზნესა ივანიშვილი. ერთი რომელ кейსს ასწავლიან, ბიზნესში შექმნილ რომელ кейსს ასწავლიან, რომელიმე წამყვან ბიზნეს სკოლაში მაინტერესებს. ბიზნეს кейსებზე ლაპარაკობენ ევროპარლამენტში, ევროსაბჭოში, ევროკომისიაში, ლაპარაკობენ სენატში იქნება კონგრესში განხილვა მეგობარი აქტის, აი სწორედ ბიზნეს кейსებია ეს ყველაფერი. მადლობა, ღმერთს რომ ამ წარმატებების ერთ-ერთი მონაწილე ვარ და მე ამით ყოველთვის ვიამაყებ. და ეს სპეციალიზებული კომპანია, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვათ, დააზიანებს აუცილებლად სილისწამებლებს. და ვერაფერს ვერ დაუშავებს უდანაშაულო ადამიანებს. კი, ალბათ ეგ დრო დადგება, მაგრამ ახლა როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას, როგორი უნდა იყოს ოპოზიციის პასუხი? ცხადია თქვენზე არ გაჩერდებიან მათი სამიზნე, აგერ გოკა გაბაშვილიც დაიბარეს, გოკამაც უარი თქვა და ბევრი იქნება, ხო? იმიტომ რომ თქვენ როგორც აღნიშნეთ, მათ უნდათ რაღაცა პროცესის, ილუზორული პროცესის შექმნა, ყურადღების აქეთ გადატანა, მედია სივრცის აი ამ თემით დაკავება, რა თქმა უნდა, გასაგებია ეს ყველაფერი თან იმის პარალელურად ხდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთთანაც რა ზეწოლა და როგორი ნაბიჯებიც იდგმება სანქციები, მოსალოდნელი სანქციები, მე ვახსენე მეგობარი აქტი, ხვალ იქნება ამის განხილვა. პასუხი როგორი უნდა იყოს? იცვლება თუ არა ოპოზიციის დღის წესრიგი? რა გიმსჯელიათ თუ არა ამაზე, ასე ვთქვათ, აი ამ კოალიციებს, რომლებიც პარლამენტში მოხვდით? ოპოზიციის დღის წესრიგი არ შეიცვლება, იმიტომ რომ დღის წესრიგში მთავარი საკითხები არის ახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება. ეს დღის წესრიგი არ შეიცვლება. ეს არის მთავარი საკითხები და რა თქმა უნდა ევროპულ ვექტორზე ქვეყნის დაბრუნება. ეს არის მესამე საკითხი, რომელიც მოხდება, როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება. ამიტომ აქ ცვლილება ვერ იქნება, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფიქრობთ, რომ შემდგომი ვიზიტები უნდა განხორციელდეს უკვე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ევროპულ დედაქალაქებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაინახონ ჩვენმა ევროპელ მეგობრებმა ეს ესე ვთქვათ ერთიანობა ამ საკითხებში, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ ეს კოალიციები ვინც ვართ, ხო? მაგრამ ერთიანობა გვაქვს რა საკითხში? ახალი არჩევნები, თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. აქ გვაქვს სრული ერთიანობა, ხო? ამ ერთიანობის დანახვა არის აუცილებელი. ხო, მე დღეს მოვისმინე პრეზიდენტ ზურაბიშვილის, როცა მოვდიოდი თქვენთან, ინტერვიუ იყო, სადაც ის საუბრობს მედიაციის აუცილებლობაზე. ამაზე უნდა მეკითხა და კარგია რომ თქვენ თვითონ ახსენეთ და მაინტერესებს თქვენი აზრი ამაზე. ელოდებით რომ აი რაღაც შუამავალი გახდება საჭირო. შემთხვევით არ იტყოდა ასე მგონია სალომე ზურაბიშვილი ამას ყველაფერს. თუ ეს არის სურვილი და თulit რომ ეს არის გზა ამ კრიზისიდან გამოსავლის. მე მახსოვს გონი მამუკა ხაზარაძე რომ რიგი შარლ-მიშელიო არ იქნებაო ბოდიში რომ ხმარ ეს ხარ ამას გულისხმობდა. შარლ-მიშელი არ იქნებაო იგულისხმებოდა ის რომ შარლ-მიშელმა მართლაც იმ პირობებში როგორც ვიყავით ძალიან ნორმალურ შეთანხმება შემოგთავაზა მას ხელი მოვაწერეთ მაგრამ მეორე მხრიდან ხელის მომწერებმა ანუ პაპუაშვილი იყო მგონი ყობახიძე და ისინი მათ ორ თვის შემდეგ გამოაცხადეს გამოსვლაზე მათ რომ მოხვედროდათ კარგი ევროპული მუშტი ცხვირში პაპუაშვილს და ყობახიძეს იმის გამო რომ მოიტყუეს და გამოვიდნენ ამ შეთანხმებიდან მეორედ ესეთ სიბინძურას აღარ ჩაიდგნენ მაგრამ ამიტომ არის ლაპარაკი როდესაც ლაპარაკობთ რომ აღარ უნდა განმეორდეს იგივე თუ შეთანხმებას ხელს აწერენ კეთილი ინებონდა შეასრულონ ეს არის თორე შარლ-მიშელმა მართლაც თავისი რეპუტაცია შეაგდო. მინდა რომ ამაზე მიმასუხოთ რაც თქვა სალომე ზურაბიშვილმა იმ ინტერვიუდან ნაწილი იყო რომ კრიზისიდან გამოსავალი რო ვიპოვოთ უნდა შუამავლობა დაიწყოს ევროპამ და ეს აიძულებს მართლ პარტიას გააკეთოს არჩევანიო. ეს არის თქვენი სურვილით, თქვენგან დამოუკიდებლად თქვა ეს სალომე ზურაბიშვილმა სიახლეა და ამაზე რას მე ჩვენთან შეთანხმებული ეს არ ყოფილა, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით რომ აბსოლუტურად ხარს უჭერ ამის განცხადებას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არის ბარბაროსული ძალა, ხო, ქართული ოცნება, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს, ყველა დაუშვებელ არაკანონიერ ძალადობის მექანიზმებს იყენებს. ჩვენ გსურს ცივილიზებული გამოსავალი ამ ვითარებიდან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ზარალობს, ჩვენი ხალხი ზარალობს. იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ ამ კრიზისიდან, ძალიან ღრმა კრიზისიდან გამოსავალი მოვძებნოთ არის ერთ-ერთი საშუალება მნიშვნელოვანი მედიაცია ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. რა თქმა უნდა, იმ პირობით რომ ქართულ ოცნება თუ შეთანხმებაზე ხელს მოაწერს, შეთანხმებიდან გამოსვლის შემთხვევაში ისეთი საჟელი უნდა კონდეს, რომ არც კი იფიქროს
მოტყუებაზე. იმიტომ რომ თქვენ გესმით ხო, მაშინ ბიძინაევანიშვილმა უთხრა პაპუაშვილს და ემას ყობახიძეს, რომ გამოდით, უნდა იცოდნენ, რომ ესეთი მუშტი ელოდებათ, რომ ბიძინაევანიშვილს რომ უთხრას, რომ გამოდით, რომ არ გამოვიდნენ. აი ესეთი მექანიზმი უნდა შევქმნათ, ხო? ამიტომ ფიქრობ, რომ ეს მედიაცია ევროპელი ლიდერების მხრიდან კარგი იქნება. შეიძლება ქართულ ოცნებამ ამაზე უარი თქვას და თქვას უარი. გააჩნიათ ან რომელი ქვეყნების მედიაცია იქნება რა. მესმის, ხო, მესმის, ამასაც მნიშვნელობა აქვს, იმიტომ მაგრამ მას ივანიშვილს ბევრი აქვს დასაკარგი კიდევ. ამიტომ კარგი იქნება თუ უარს იტყვიან მედიაციაზე, ევროპელი ლიდერების მედიაციაზე თუ უარს იტყვიან, ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება თუ რამდენად ბარბაროსულ არაცივილიზებულ ძალასთან გვაქვს საქმე ქართული ოცნების სახით. კი ბატონო, ბატონ ბადრი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით დღეს ჩემთან სტუდიაში. იმედი მაქვს რომ კიდევ ბევრჯერ შევხვდებით და იმედი მაქვს რომ მართლაც ეს ფარსი, ეს ცირკი არ იქნება ისეთი განვითარების როგორც ქუხს ისე არ იწვიმებს ყოველ შემთხვევაში.